მოგესალმები. გაინტერესებს რა გელოდება მომავალში? მაშინ თქვი შენი სახელი და სურვილი ჩაიფიქრე. და ვნახოთ რა გელოდება. შემოკარგო, აქ ვიღაცა მამაკაცი ამოგივიდა. რაღაცა დიდი სიყვარულით ამოგდის. გულით და სულით გიდგება გვერდზე. ახალგაზრდა ბიჭიდან რაღაცა სიხარული გიჩანს. ღმერთის წყალობა გელოდება, ცვლილება გელოდება, რაღაცა თანხას ჩაიგდებ ხელში. აქ გამოგივიდა ვიღაცა ქალბატონი. თითქოს გზით ამოგივიდა. აქ ამოგივიდა კიდე სხვა გოგონაც, ახალგაზრდა, მაგრამ რა. აქ ვხედავ ვიღაცა ქალბატონსაც, ახალგაზრდა გოგონასაც. სიხარულით ან სიყვარულით კი ამოგივიდა, მაგრამ შესურვილებში, ჩემო კარგო, ფრთხილად იყავი, ბოლოს რაღაცა დიდი სანერვიულო და ელდა გელოდება. აი ნახე. რაღაცა შენი სურვილი ნერვიულობით და გულის გატეხვით მთავრდება. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს შენ სურვილებში. გულგატეხილი დადგები ნერვიულობით და რაღაცა ცრემლით ამოდიხარ. მომავალში უნდა იყო ფრთხილად. ნახოთ რა ხდება. ნახოთ კიდე რა ხდება. რა ხდება, იცი, ჩემო კარგო? აქ ვხედავ შენ და ვიღაცა ქალბატონს, ან ვიღაცა გოგონას. რაღაცა გზას ვხედავ და ნერვიულობას ვხედავ. გზის თაობაზე შეიძლება რაღაცა ნერვიულობა იყოს. რაღაცა სანერვიულო მოგდის და ძალიან ფრთხილად უნდა იყო. სხვათაშორის ამჟამადაც გაქვს ნერვიულობა, მომავალშიც სანერვიულო გიჩანს, ჩემო კარგო. აქ ახალგაზრდა გოგო ამოგდის, დარდით ამოდის. შეკაზიონ სახში თუ რამე გაკასაკეთებელი სიხარული გელოდება, რითი მშვიდდები, მშვიდდები თანხით. რაღაცა ფული მოგდის, ახალი ამბავი მოგდის, ან თანხა მოგდის და პლუს რაღაცა საბუთი გიჩანს, ნაკეცი გიჩანს. ეს პერიოდი კარგია, რაღაცა სიხარული აუცილებლად უნდა გქონდეს. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდება, გავაგრძელოთ. უცოლშვილო ბიჭს ვხედავ აქა. უცოლშვილო ბიჭი არის, შეიძლება წლოვანებით ცოტა დიდი ბიჭი იყოს, ამ ბიჭიდან სიხარულები ჩანს. პატარა ცვლილებები გიჩანს, სიხარული გიჩანს, ჩემო კარგო. მაგრამ რა არის იცი? მე უფრო ან გოგოებს, ან ქალბატონებს ვხედავ, თითქოს ყველა რაღაცა სანერვიულოდ ვხედავ აქა. მაგიდა გელოდება პატარა, შეხვედრები გელოდება და გეუნები უცოლშვილო ბიჭუნადან რაღაცა სიხარული და დამშვიდება გელოდება. ისე დარდით და განცდებით კიდგე ხარ, ან შეიძლება ცოტა არ იყოს ავადმყოფობდე. დარდით დგე ხარ, ჩემო კარგო. შეხვედრაც გელოდება, იცი, შეიძლება რაღაცა
შეხვედრის თაობაზეც ფიქრები გქონდეს, ან შეიძლება რაღაცა შეხვედრას ელოდებოდე, მაგრამ ეს შეხვედრაც სხვათა შორის არასასიამოვნო შეხვედრაა. შეხვედრა და რაღაცა ელდა ერთად ამოგივიდა, ან რაღაცა გულის ტკენა ამოგივიდა. მე არ ვიცი ვინ მიყურებთ ამჟამად, მაგრამ ცოტა არ იყოს შენ ცხოვრებაში პრობლემებს ვხედავ, ჩემო კარგო, შენ სურვილებში პრობლემებს ვხედავ. აგერ თითქოს მამაკაცი კი სიხარულით გიდგება ვიღაცა მამაკაციძეს, მაგრამ ესეც ცოტა არ იყოს ბურდღუნა არის, ან ჯავრიანი ადამიანია ძალიან. კაი, ერთი ნახოთ რას გვეტყვის კარტი კიდე. წადი, მოდი, პატარა გზები ამოგივიდა, ჩემო კარგო. მოულოდნელი მაგი გამოგივიდა. შეხვედრებზე ფრთხილად იყავი, ცოტა ჯავრი ჩხუბი ან რაღაცა განცდებს ვხედავ. და რა დაგრჩა? ეს პერიოდი ვიღაცა ახალგაზრდა გოგო, გვერდზე ვიღაცა მამაკაცი ან ბიჭი უდგას, დიდი ინტერესებით კი დაგიდგებიან ეს პერიოდი, გვერდზე გიდგანან, მაგრამ მომავალი არ მომეწონა. ბოლოს რაღაცა სანერვიულო და გულის გატეხვა კი გელოდება შენ სურვილებში და უნდა იყო ფრთხილად, ჩემო კარგო. კიდევ ნახოთ რა გელოდება ეს მოკლე ხანში. ორი მამაკაციდან დამშვიდება გელოდება. ერთი შეიძლება იყოს ბედგამონაცვალი ფორმიანი ან შავგრემანი, მეორე კი ხანში შესული მამაკაცი არის, ან შეიძლება ვიღაცა უფროსი ადამიანი იყოს. ორი მამაკაციდან აუცილებლად დამშვიდება გიჩანს. ეს პერიოდი არ არის ცუდი. გვერდზე გიდგება ხალხი, საღამოს გზები გელოდება, რაღაცა ცვლილებები გელოდება, თითქოს გვერდზე ყველა დაგიდგება, მაგრამ აი ეგ არის, რომ რა სურვილიც არ გაქვს ჩაფიქრებული, ბოლოს გულნატკენი ან თვალცრემლიანი არ დარჩე, ძალიან დიდი ყურადღება გჭირდება, ჩემო კარგო. ახლა თუ მოგეწონა ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს. გემშვიდობებით დროებით.